გრიპის ვირუსის შემთხვევებმა იმატა, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. როგორც ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, გრიპის ვირუსი გავრცელებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით და სპეციალისტები ამბობენ, რომ ვირუსის პიკი თებერვლის ბოლოს არის მოსალოდნელი. თუმცა აქვე დასძენენ, რომ სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, დაიცან ჰიგიენა და დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმებს. დღის მონაცემებით კი ბოლო 4 კვირის განმავლობაში სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის 75 შემთხვევა, ხოლო მიმდინარე სეზონის განმავლობაში 92. სხვადასხვა გართულებებით გარდაიცვალა 3 ადამიანი. პანიკის საფუძველი არ გახლავთ. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მზად არის ამ დაავადებასთან შესაბამისი პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებების გასატარებლად. სამედიცინო პერსონალი მობილიზირებულია, მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობა უნდა იყოს ყურადღებით.